გორები და ჯექი ცალაპარაკო მაქვს, აი, ეს რომ მოიგონთ, რომ აი ბიჭებს რომ დასცინთ, რომ აი როგორც კი 37 სიცხე გაქვთ, ეგრევე წოებით და ყდები და არაფრის ტრაკი არ გაქვთ და რომ ცოტათი სურდო რომ დაგემართებათ ეგრევე სულ თქვა აღარ შეგიძლიათ და იმან რაღაცებს რომ დავხსინით. რატო? ანუ ეგ რაღაცა არის ყველაზე კაცური რაღაცა, რასაც კი აკეთებთ, ან რაღაც სქესთა შორის ჭუჭურს დატოლება. რომ აი შენ როს და ჩვენი სიცხე გაქვს და როგორც ადეკვატური ადამიანი ლოგინში წვევი და ცდილობ რომ გამოკეთდე, რომ ერთ-ორ დღეში დაუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას და იმ საქმიანობასაც აკეთებ. არა, მე მაგარი ვარ და სიცხით წავალ სამსახურში 40 რომ აქ და რომ დუღვარ და კვერცხი რომ დამახალო რომ შევწავ. რატო? ჩაცექი რა ორი დღეა ნორმალური ადამიანები გამოკეთდი და მე აკეთე რაც გინდა და გინდა სტრონგი იყავი, გინდა ინდეპენდენტი და თუ გინდა არ იყო რა, რაღაც ეგაა პრობლემა. მაგრამ ანუ არ არის ეგ სწორი რაღაცა და ნუ აპელირებთ რომ ვითომ მაგრები ხართ მაგის გამო. არ ხართ და ტკივილის ტოლერანტობას რაც შეეხება კიდე ეგ ისედაც ყველა მივიცეთ რომ ქალებს უფრო მეტ ტკივილსთან შეგიძლიათ. იმიტომ რომ რავი ლიტერალი თვეში ერთხელ ერთი კვირით საშინელი ტკივილები გაქვთ და რა თქმა უნდა ლოგიკურიც არის რომ მეტი ტკივილსთან არ შეგიძლიათ. რა პრობლემაა? ეგ გინდათ რომ აღიაროთ რომ მეტი ტკივილსთან შეგიძლიათ? შეგიძლიათ. აში